ჩემი და ჩემი მეგობრების მიზანი იყო შეგვექმნა ინოვაციური, ეკომეგობრული და ფუნქციური სკოლის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტულ, უსაფრთხო და ფუნქციურ გარემოს მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისა და თანამშრომლებისთვის. ჩვენი სკოლა ხელს უწყობს სასწავლო პროცესებს, რომელიც არა მხოლოდ პასუხობს განათლების თანამედროვე მოთხოვნებს, არამედ ავითარებს მათ. ქმნის სივრცეს იმ ინოვაციებისთვის, რომელთა პოტენციალი ახალხან იწყებს გამოვლენას. პროექტის განმავლობაში ვსწავლობდით STEM სფეროებს, მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, ხელოვნებასა და მათემატიკას. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ეკოლოგიას, როგორ შეიძლება სკოლა იყოს ეკომეგობრული და მდგრადი. ვფიქრობთ, რომ ყველა მოსწავლეს უნდა ქონდეს თანაბარი წვდომა სივრცესა და რესურსებზე. სწორედ ამიტომ შევქმნით ინკლუზიური დიზაინი. და რაც მთავარია, ყველაფერი გავაკეთეთ გუნდურად. ვისწავლეთ, როგორ ვითანამშრომლოთ, როგორ გავუზიაროთ ერთმანეთს იდეები და გავაკეთოთ საერთო საქმე. ჩვენი სკოლის შენობა შექმნილია ბორბლის მსგავსად, როგორც გემის საჭე, რომელიც მართავს განათლების მიმართულებას. სპორტდარბაზი უსასრულობის ნიშანია, სწავლას დასასრული არ აქვს. ეს არის ადგილი, სადაც ყოველი სივრცე აზრს ატარებს. უსასრულობის ნიშანი იძლევა შესაძლებლობას გამოსახოს, რომ სწავლას და განვითარებას დასასრული არ შეიძლება ჰქონდეს. ამ პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა გამოინაწილეს სხვადასხვა როლები და პასუხისმგებლობები. დიზაინი, ბიუჯეტი, მაკეტი, ესე, ვიდეო. თითოეულმა მოსწავლემ მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ამ პროექტის სისრულეში მოსაყვანად. მე ჩემ თავზე ავიღე სკოლის არქიტექტურული ნაგებობის დიზაინი, რაც გულისხმობს სივრცეების დაყოფას, განაწილებას, სართულების გეგმას და გონებაში არსებული იდეის სისრულეში მოყვანას. ჩემზე იყო მაკეტის შექმნა. მე მეგობრებთან ერთად დავაწყე მაკეტის ყველა დეტალი, მათ შორის მოძრავი ნაწილებიც და გამოვიყენე გადამუშავებადი მასალები, მათ შორის ბიოდინამიკებადიც. მე გავათვალე ბიუჯეტი, რა და რამდენი დაგჭირდებოდა მასალებისათვის და როგორ შეგვეძლო ადამიანური და მატერიალური რესურსების რაციონალურად გამოყენება. ჩემზე იყო პასუხისმგებლობა, როგორ წარმოგვედგინეთ ჩვენი იდეა, შევადგინე პრეზენტაციის სტრუქტურა და დავწერე ტექსტის საჯაროდ წარსადგენად. რაც შეეხება ვიდეოს, ჩვენი გუნდის წევრები ერთმანეთს უღებდით და ერთად დავამონტაჟეთ ვიდეო და მე ვუზრუნველყავი მისი სოციალურ ქსელებში გაზიარება, რომ უფრო მეტ ადამიანს ენახა ჩვენი იდეა. იმის გამო, რომ ჩვენი სკოლის შენობის მაკეტს აქვს მცირე ადგილი, გადავწყვიტეთ, რომ თითოეულ სართულზე თითო ოთახი წარმოგვეჩინა. პირველ სართულზე გამოტანილი გვაქვს კაფეტერია, მეორე სართულზე საკლასო ოთახი, მესამეზე STEM ლაბორატორია, ხოლო მეოთხეზე კი ობსერვატორია, ლაბორატორიები, რობოტექნიკები, სათბური და ტექნიკური ოთახები. ეზოში მოთავსებულია ჭადრაკის დაფა, პარკინგი, ამფითეატრი, ფანჩატური, ველოსადგომები და სპორტდარბაზები. ჩვენი სკოლის ყების ბლოკი, ჩვენი კაფეტერია მდებარეობს ჩვენი სკოლის პირველ სართულზე. გვიყვარს აქ ყოფნა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან გვშია. ისეთი ლამაზია და ისეთი გემრიელი, ჯანსაღი და სასარგებლო კერძებია. ამ კერძებს ჩვენ მიერ მოყვანილი ბოსტნეულითაც ამზადებენ. ჩვენი ლიფტი მუშაობს ძალიან მარტივი პრინციპით. ჩვენ გამოვითვალეთ, რა დროს სჭირდებოდა ძრავის კოჭას თორკის ასახავად, რომ ლიფტი აიქაჩა სართულებზე. ჩვენ ლიფტი კოდის მიხედვით თითოეულ სართულზე ჩერდება 3 წამით. როდესაც ის აივლის სამივე სართულს, ლიფტი უკვე იწყებს უკუსლას. თორკი თავისუფლდება კოჭიდან და ლიფტი ჩამოდის ქვევით. ჩვენი საკითხი ოთახები ისეა დაპროექტებული, რომ მაქსიმალურად შევწყოს გუნდურ და ინდივიდუალურ მუშაობასაც. ჩვენ ოთახში 4-კუთხედი მაგიდების მაგივრად გვაქვს 3-კუთხედი მაგიდები, რაც ხელს უწყობს, რომ ეს მაგიდები გადავაწყოთ ისეთ ფორმად, როგორც არის 4-კუთხედი, 5-კუთხედი ან სხვა მრავალი. ეს მაქსიმალურად ზოგავს ადგილს და ხელს უწყობს ბავშვებს გუნდურ მუშაობაში. თითოეულ მაგიდაში ჩასმული არის ამოსაწევი მექანიზმი, სადაც კომპიუტერია ჩამალული. ოთახში ასევე არის სმარტდაფა, რომელშიც ინტერაქტიული სწავლებისთვის გამოიყენება. ოთახში გაწერილი, ანუ გრძელი ფორმისაა, რაც გვაძლევს საშუალებას ჩავსვათ მოდულარული კედლები. ეს კედლები საშუალებას გვაძლევს უკეთ გამოვიყენოთ სივრცე და არ დავკარგოთ ის. შეგვიძლია ეს ოთახები გავუყოთ 4-ხად ან ერთ დიდ ოთახად გავაერთიანოთ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს თანამედროვე, მოქნილ და ტექნოლოგიურ საფუძველზე სწავლებას. საგნის ოთახები, ასევე სამეცნიერო საგნები, როგორიცაა ქიმია, ბიოლოგია, ასევე გვაქვს ისტორიის ოთახი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ გაიკეთონ სამი დასათვალეები და გადავიდნენ იმ ეპოქაში, რომელიც მასწავლებელი საუბრობს.
STEM ოთახი ჩვენ სკოლაში წარმოადგენს სპეციალურ სივრცეს, სადაც მოსწავლეები შეძლებენ ჩაატარონ ექსპერიმენტები სხვადასხვა საქმეებში, როგორებიცაა ფიზიკა, ბიოლოგია და ქიმია. ექსპერიმენტების პროცესში მოსწავლეები დაეუფლებიან ინჟინერიისა და პროგრამირების საფუძვლებს, რაც შემდგომ მომავლის პროფესიის არჩევაში დაეხმარება. ეს ოთახი ბავშვებს განუვითარებს პრობლემის გადაწვის უნარს, ფანტაზიას. მოსწავლეები პატარა ასაკიდანვე შეძლებენ დაეუფლან დამოუკიდებლად მუშაობის პროცესს. ობსერვატორიის ტრიალი ხდება შენებნაირი პრინციპით. პოტენციომეტრი შეერთებული გვაქვს Arduino-ზე ანალოგურ პინებთან, საიდანაც Arduino იღებს 1023 მონაცემს. ამ მონაცემების რაოდენობის მიხედვით Arduino ითვლის კუთხეს რამდენი გრადუსით შემოატრიალოს ძრავი, ხოლო ამ ძრავზე დამაგრებული ობსერვატორია კიდე ტრიალებს მასთან ერთად. ეკოლოგიაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტი იქნება. გვექნება თანამედროვე ველოსადგომები, აღჭურვილი დამტენი სადგურებით, ელექტროველოსიპედებისთვის. სკოლაშიც მეც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი ვთვლილი და ბევრი ჩემი მეგობარიც. ველოსიპედით სიარულის ხაზს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესს და შემცირებს გამონაბოლქვს. მოკლედ წარმოგიდგინეთ ჩვენ მიერ შექმნილი ეპიკური სკოლის მოდელი. მადლობა ყურადღებისთვის.